მოგესალმებით ამიგოებო, ჩემი სახელია რეზერგი და ამ ვიდეოში წარმოგიდგენთ მორი ვიდეოს ჩემ ჩანელზე, სადაც ვილაპარაკებ ყველან შევესწრები რომ რაც შეება კონკრეტულად არა, იმიტომ რომ ეხა კონკრეტულ რაღაცებს ვერ შევეხებ, მაგრამ რაც შეება ზედაპირულად გარკვეულ დონეზე შევესწრები რომ ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ, მოკლედ საერთოდ ამერიკის მოქალაქეობასთან დაკავშირებით, გრინ კარტასთან დაკავშირებით და ეგეთ რაღაცებთან დაკავშირებით ინფორმაცია. ვისაც ძალიან გაინტერესებთ, რა თქმა უნდა, კონკრეტულად რაღაცებს ვერ მოგიყვებით, ისეთ რაღაცებს რაც ჩემ პირად რაღაცებს ეხება, ან ჩემ პირად საბუთებს, მაგრამ ისეთ რაღაცებს გეტყვით, რომ ზოგადი შტაბეჭდილება დაგრჩებათ და შეგექმნებათ ზოგადი აზრი თუ აი როგორ მიმდინარეობს პროცესი, როგორი სიტუაცია, რა უნდა იცოდე, რა არის საჭირო და რა შეიძლება დაგჭირდეს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იქნება ცერემონიაზე, რაზეც მინდა ვილაპარაკო მოკლედ თვითონ ანუ როცა ცერემონიაზე ხარ და გადიხარ ამ ყველაფერს და ასევე მინდა შევეხო გამოცდას მოკლედ, რომელსაც აბარებრო მოქალაქეობა აიღო ადამიანმა. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის და ყველაზე საჭირო რაც არის ჩემი აზრით არის ის არის რომ პირველ რიგში ყველაფერს, ოდესაც მაგას იღებ, არის მოეკიდო რესპექტით და მოეკიდო პატივისცემით, ხო ხდები რა. ეგ ისეთი ადგილია, სადაც ძალიან ოფიციალური ადგილი არის, ხო ხდები. არანაირი ზედმეტი ლაპარაკი არ შეიძლება არ უყვარს, ხო ხდები, მაგ საქმეს განსაკუთრებით, არანაირი ხო ხდები ღადაობა და რაღაცა. როდესაც, კაროჩე, ჩანიშნული გააქვს, ანუ აპოინტმენტივით ასე ვთქვათ, გასაუბრება გააქვს და მიდიხარ ამ გამოცდაზე, გარკვეულ დონეზე უნდა იცოდე ამერიკის ისტორია შეიძლება, თლად ისტორია არა, ბევრი რაღაცაში ახალი შეიძლება იყოს, მაგალითად, ხო ხდები, ვინ არის ამერიკის პრეზიდენტი და ეგეთი რაღაცეები რა, შეიძლება დღევანდელ პოლიტიკურ პირებზე გკითხონ, მაგალითად, რავი, მოდი ვთქვათ, აი შენი შტატის გუბერნატორი ვინ არის, ყველა შეკითხვაში, რა თქმა უნდა, ბევრი რაღაცა განსხვავდება. გააჩნია შენ რომელ შტატში ცხოვრობ, აი ეგაა კარგი მაგალითი, მაგალითად, ხო? სიტყვაზე მაგალითად შენ ცხოვრობ ფლორიდაში, კალიფორნიაში, გკითხავენ ვინ არის შენი შტატის გუბერნატორი და ეგეთი რაღაცა. აი ძალიან ბევრი თანამედროვე შეკითხვაც არის რა. თუ არ ვწდები მე როგორც გავიგე და მე როგორც ვსწავლობდი მაგ რაღაცებს, 100 შესაძლო შეკითხვა შეიძლება იყოს. რა თქმა უნდა, შეცდომის უფლება გაქვს, რამდენიმე შეცდომა რომ დაუშვა. ასევე გეკითხებიან ბევრ შეკითხვას მაგალითად მაგ ინტერვიუზე გეკითხებიან ამერიკის ისტორიაზე. მაგალითად, მეორე მსოფლიო ომის დროს პრეზიდენტი ვინ იყო ამერიკის? პირველი მსოფლიო ომის დროს ამერიკის პრეზიდენტი ვინ იყო? თვითონ ამერიკის პრეზიდენტი ვინ იყო, ხო ხდები, ამერიკის დედაქალაქი. ბევრი შეკითხვა იცით როგორი არის? შეიძლება ძალიან მარტივი მოგეჩვენოს თავიდან, როცა მაგ ყველაფერს სწავლობ, მაგრამ იქ რო შეხვალ, ყველაზე რთული შეკითხვები შეგხვდეს, ხო ხდები რა? ანუ ძალიან მარტივი შეიძლება იყოს ეგ გამოცდა. ისევე როგორც შეიძლება იყოს ძალიან რთული, ასე რომ ჩემი რეკომენდაცია და რჩევა რაც იქნებოდა ის არის რომ არ გეგონოთ ხო ხდები რომ აი ვა რა მარტივია ხო ხდები ამას დედას უტირებ და ძალიან მარტივად გადავლახავ რა არ არის ეგრე ერთდროულად როგორი მარტივით შეიძლება იყოს იმაზე ძალიან რთული შეიძლება იყოს თან განსაკუთრებით ეგეთი მნიშვნელოვანი რაღაცის გამოცდაზე როცა გადიხარ ძალიან ნერვიულობ ხო ხდები კაროჩე და მაგ ნერვიულობამ ბევრი რაღაცა შეიძლება გამოიწვიოს ისეთი რომ ან დაგავიწყდეს რამე დაიბნე და ეგ დაბნევა და ეგ რაღაცა შეიძლება ძალიან ძვირი დაგიჯდეს ხო ხდები დავიწყოთ იმით რომ მაგ გამოცდაზე გასვლა და ხო ხდები ანუ ეგ ყველაფერი თუ მე რამე არ მეშლება და როგორც მახსოვს ჯერ მარტო $800 ღირსო მაგის უფლება აიღო რომ მანდ გახვიდე ხო ხდები ხო და ლოგიკური არავის არ გინდათ ეგეთი რაღაცა მოხდეს რომ ჩაიჭრა მე ან რაღაცა ვერ ჩააბარო დაგავიწყდეს და ახლიდან გადაავადო ეგ და ახლიდან დანიშნო ეგ ყველაფერი ასე რომ ჩემი პირველ რიგში რჩევა რაც იქნებოდა ადამიანებისთვის ვინც მაგ გამოცდაზე გადიხართ ან მომავალში აპირებთ გამოცდაზე გასვლას რაც შეიძლება ყურადღებით და პატივისცემით მოიგიდოთ, ხო ხდები ხა ისეთი რთული არ არის როგორც აი უნივერსიტეტის გამოცდები ან რაღაც ეგეთი, მაგრამ რაც უფრო პატივისცემით და რესპექტით მოიგიდებით მაგ გამოცდებს და ხო ხდები ყურადღებას მიაქცევთ, ეგ მით უკეთესია რა. როგორც გითხარით, შეკითხვები არის შტატს სპეციფიკური ან კონკრეტულად შტატს რაც ეხება, იმ შტატს რომელიდანაც თქვენ ცხოვრობთ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ იქ ყველანაირი ინფორმაცია აქვთ, ფლორიდა, ნიუ-იორკი, კალიფორნია და ასე შემდეგ, ხო ხდები რა. ისევე როგორც ძველი ამერიკის ისტორიიდან, ხო ხდები, აი მაგალითად როგორც გითხარით ამერიკის აი მაგალითად ეგეთი რაღაცეები რა როგორც თქვი პირველი მსოფლიო ომის დროს პრეზიდენტი ვინ იყო და ხო ხდები ეგეთი რაღაცეები ასე რომ თანამედროვე ამერიკაში და დღესდღეობით რა ხდება ქვეყანაში გარკვეულ დონეზე აი რაღაც გარკვეულ დონეზე გაგებაში უნდა იყო ხო ხდები რა ხდება დღესდღეობით ამერიკაში პოლიტიკური თვალსაზრისით მაქვს საუბარი რა თქმა უნდა ისევე როგორც უნდა იცოდე გარკვეულ დონეზე ამერიკის ისტორია რა ამ სიტყვაზე როდის დაიწერა დამოუკიდებლობის დეკლარაცია აი კარგი მაგალითი ახლა გამახსენდა და ეგეთი რაღაცები ხო ხდება ასე რომ როგორც გითხარით ერთი შეხედვით თავიდან შეიძლება ძალიან მარტივი მოგეჩვენოთ მაგრამ იქ რომ მიხვალთ კი შეიძლება ძალიან მარტივი იყოს ეგ გამოსდა ისევე როგორც ძალიან რთული იყოს და განსაკუთრებით მაგას დაბნეულობაც რომ ემატება ძალიან დაიბნე და ბევრი რაღაცა დაგავიწყდეს ასე რომ ჩემი რეკომენდაცია და ჩემი რჩევა რაც იქნებოდა ყველა იმ ადამიანისთვის როდესაც მიდიხარ რაც შეიძლება ხო ხდები მოწესრიგებული მიდი
გინდა ხო ხდება ნუ სასიამოვნოდ უნდა გამოიყურება ადამიანი ხა შარვალ კოსტუმით მიხვიდე აუცილებელი არ არის მაგრამ ხო ხდები რეკომენდირებული იქნებოდა რომ რაც უფრო ოფიციალურ საქმეს ეგრემის შეხედავდა სერიოზულს მით უკეთესია რა იმიტომ რომ ადამიანზეც არის ხო ხდები დამოკიდებული რა იმ შეკითხვებიდან რასაც გისმევს შეუძლია ძალიან მარტივი შეკითხვები გაგისვას შეუძლია გაგირთულოს ხო ხდებით რას თქმა ვაი ჩვეულებრივი გამოცდა არის რა სადაც შეიძლება ძალიან გაგიმართლოს აი სასაცილო შედარებით შევადარებდი მართვის მოწმობის გამოცდას ხო როდესაც გადიხარ შეიძლება ადამიანი ისე გეждდეს რომ და ისე დაგეხმაროს რაღაც კარგად იყოს შენს მიმართ განწყობილი და ხო ხდები უფრო გაგიმარტივოს და გაგიადულოს გამოცდა ისევე როგორც გაგირთულოს თუ უნდა ასე რომ ყველაზე დიდი რეკომენდაციაც არის გახვიდე პირველ რიგში რაც ყველაზე მთავარია მზად კარგად გეცვას კარჩე ნორმალურად იყო ადამიანი მოწესრიგებული გახვიდე იქ და რაც შეიძლება ნაკლები ლაპარაკი ანუ ყველანაირი ზედმეტი ლაპარაკის გარეშე ყველაზე სწორი და ყველანაირი მოკლე პასუხები მაგალითად ხო კითხავს აი როდესაც ისტორიაზე და დღევანდელ პოლიტიკურ სიტუაციაზე ამერიკაზე შეკითხვები მთავრდება ჯერ კითხავს მაგალითად დღევანდელ სიტუაციაზე მე მოდის რამდენიმე ნახევარ შეკითხვები ამერიკის ძველი ისტორია ხო ხოლო მე კითხავს ეგეთ რაღაცებს მაგალითად რომელიმე კომუნისტურ პარტიაში ხო არ ყოფილხარ გაწევრიანებული, რომელიმე სხვა ქვეყანაში მილიტარი სერვისი ანუ ჯარი ხო არ გაგივლია, ან ხო ხდები აი მაგალითად რაიმე ისეთის მოწინააღმდეგე ხო არ ხარ, ხო ხდები აი ადამიანისთვის ხო არ შეგიშლია იმაში ხელი რომ რაღაცა კონკრეტული რელიგიის არ ჯეროდეს, აი ვიღაცას რო რაღაცა რელიგია ჯეროდეს და შენ მიხვიდე და სემო რომ აი ეგ რატო გჯერა ხო ხდები და ხო მიხვდე ეგეთ რაღაცა რა. ანუ ეს ქვეყანა და ეს მიწა კაროჩე რასაც უხეშად ვთქვა აი ქადაგებს თუ რაღაც არ ვიცი როგორ თქვა ქართულად დალაგებულად ხო ხდები არის ის რომ თავისუფლება ხო ხდები რა გინდა ეგ რელიგიის საცხოვრებლის და ყველაფრის ვაფშე ანუ ადამიანი ეს ქვეყანა არის ჩათვალე თავისუფლებაზე აგებული თავისუფლებაზე სიტყვის თავისუფლება freedom of speech და ეგეთი რაღაცები ხო ხდები რა ასე რომ ეგეთ შეკითხვებს დაგისვოს მაგალითად პოლიციასთან რაიმე იცხვარ გქონია მაგალითად გაუგებრობა წარსულში იარაღის ტარებაზე ხო არ ხარ დაჭერილი ხო მიხდით ანუ ეგეთ რაღაცა ლეგალურ რაღაცებზე ხო იცი ხო არ მოგიტყუებია მაგალითად ამერიკაში ვინმე თანამდებობის პირით აი ოფიცერი აი მესაზღვრე ანუ ვინმე ეგეთი მაგან შეიძლება ძალიან დიდი პრობლემა შეგიქმნას მაგრამ უმეტეს ადამიანს ეხა სავარაუდოდ თქვენგან რომელსაც ეჭვის არ მეპარება რომ იდეალური რეკორდი გექნებათ ანუ არანაირი კრიმინალური რეკორდი არ გექნებათ ჩანაწერებში ეგეთ რაღაცებზე ყველაფერზე ნოუს ეთყვით და ხო ხდები სადაც ღმერთმა დაგიფაროთ რომ მოიტყუთ ან თუ ვიღაცას რაღაცა ცუდი გაქვთ გაკეთებული და განსაკუთრებით ეგ ოფიციალურად არის ჩაწერილი არც კი გაბედოთ და ეგეთ რაღაცა მოიტყუთ იმიტომ რომ მანდ ყველაფერი არის ხო ხდები ანუ კაროჩე ერთ-ერთ მომენტში კაროჩე კომპიუტერს მოუკარი თვალი სრულიად შემთხვევით იმიტომ რომ ესე გვერდულად იდო ეკრანი რა და გეფიცებით სულ ყველაფერი იყო ვაფშე იგ ჯარიმა რომ მიმიღია მე მგონი მანქანისტარებაზე აი ეგენიც კი აქვს თუ მიგიღია მე არ მაქვს არასოდეს ჯარიმა აღებული მანქანისტარებაზე მაგრამ მაგაზეც კი აქვს მე მგონი ინფორმაცია აი ყველაფერი იცი ანუ ვაფშე შენზე ასე რომ ტყუილი არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაბედო მანდ ყველაფერი ისე უნდა უთხრა რაც არის ხოლო ამის შემდეგ კაროჩი როდესაც ამ ყველაფერს ეტყვი და კარგად გეტყვის ეს ოფიცერი ვინც არის ეგ ადამიანი გეტყვის რომ ხო ხდები გილოცავთ რაღაცა ეგეთი ყველაფერმა კარგად ჩაიარა და მე კაროჩე სახლის მისამართზე ანუ პოსტაზე მოგივათ მაგ სამსახურიდან კაროჩე მოგივათ ესეთი რაღაცა წერილად რა თქმა უნდა ფიზიკურ ფორმატ და მანდ იქნება დანიშნული თქვენი ცერემონიის დღე, როდესაც უნდა მიხვიდე და დადოფიცი. ისევე როგორც საიტზე, როდესაც აი ყველაფერი აქვს და როდესაც ფულს იხდიმა იმ $100, როდესაც თავიდან ვილაპარაკე და როდესაც მაგ ყველაფერს აკეთებ და აი ჯავშნი ხო მაგას მაგ ასე ვთქვათ აი ინტერვიუზე ადგილს რომ მიხვიდე და აი გამოსდა ჩააბარო ხო? აი მაგ საიტზეც ყველაფრის აპდეიტები ხდება, ასე რომ სანამ ეგ ფიზიკური კოპი მოგივათ მაგ პოსტის, ყოველთვის შეგიძლიათ საიტზეც რა თქმა უნდა თვალი ადევნოთ თუ გაინტერესებთ. იმ საიტზე რომელზეც რეგისტრირდები და რომელზეც ფულს იხდი ყველაფერი მანდ ხდება რა თქმა უნდა. და აპდეიტებიც მოგდის იმეილზე რომ განახლებები რა ხდება, თქვენ კეისში რაიმე პრობლემა ხო არ არის ასე რომ ყოველთვის შეგიძლიათ ეგეც შეამოწმოთ. როდესაც ეგ ყველაფერი წარმატებით ჩაივლის, შემდეგი საფეხური რაც არის მოგდის პოსტაში, სახში, მისამართზე სადაც ცხოვრობ რა თქმა უნდა ფიზიკური კოპი მაგის და მანდ არის დანიშნული და მანდ წერია ყველაფერი თუ როდის უნდა მიხვიდე და როდის უნდა დადო ფიცი. ეგ ყველაფერი დაახლოებით ხდება თუ მე რამე არ მეშლება აი მაგ იმის მოსვლიდან 2-3 კვირის მერე, სადღაც 2-3 კვირის მერეა და როდესაც ეგ ყველაფერი მოხდება, კაროჩე მე იქ დაგიბარებენ კონკრეტულ დროს, რეკომენდირებული არის რომ როდესაც იქ მიხვალ რა თქმა უნდა ძალიან საჭირო არის რომ ყველაფერი საბუთები თან გქონდეს ეგ ჯობდა რომ თავიდანვე მეთქვა რა მაგრამ რავი ეგ მაგას მე მგონი თქვაც არ ჭირდება ხო შენი პასპორტი ყოველი შემთხვევისთვის
green card არის იმენად აუცილებელი, კაროჩა, ეგ არის ნომერ პირველი. პასპორტი, green card-ა, ყველაფერი რაც მეტი საბუთი გაქვს, მით რეკომენდებულია. შეიძლება მუშაობის უფლება არ დაგჭირდება, მაგრამ ყოველი შემთხვევაში ჯობია რომ ყველაფერი თან წაიღოთ, იმიტომ რომ სხვა შტატში შეიძლება რაღაცები სხვადასხვანაირად იყოს, ხო ხდები? პირადობის მოწმობა არის ძალიან აუცილებელი, პასპორტი, რა თქმა უნდა და ყველანაირი საბუთი, რაც შეიძლება შენ ხო ხდები, მისამართს პირს ან რო ხარ ოფიციალურად ადამიანი პირი და როდესაც ხარ ამერიკაში, მაგას ამტკიცებდეს, ხო ხდები? ყველაფერი ვაფშე. ხოლო როდესაც ფიცის დადებაზე მიხვალ, რა თქმა უნდა დაგჭირდება ასევე green card-ა, პირადობის მოწმობა, პასპორტი მე არ დამჭირვებია, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის რეკომენდაციას გაგიწევდით რომ წაიღოთ. ასევე ყველანაირი საბუთი, ყველანაირი მეილი თუ რაღაცა გაქვს მოსული, ჯობია რომ ერთ აი folder-ში, ანუ პაპკაში, კონვერტში გქონდეს ჩაგდებული დიდში და წაღებული გქონდეს ყოველ შემთხვევაში ყველაფერი. იმიტომ რომ როგორც გითხარით, სხვა შტატში შეიძლება სხვანაირად იყოს. აქვე დავამატებ იმას, თუ გაინტერესებთ მე რომელ შტატში ჩავაბარე, გამოცდა და რომელ შტატში დავდებ ფიცი, ეგ იყო პენსილვანია. ხოლო როდესაც იქ მიხვალ, შენობაში ხვალ, როგორც გითხარით, გთხოვენ პირადობის მოწმობას, მოგთხოვენ green card-ას, რაც მე მომთხოვის მაგას გეტყვით, green card-ას, ხოლო დაждები, დაგიძახებენ, კაროჩე, ყველა ადამიანის სახელს, ასევე თუ გაინტერესებთ, ფიცის დადებას შეიძლება თქვენი ოჯახის წევრები ან თქვენი საყვარელი ადამიანების დაესწრონ, მათაც დაჭირდებათ პირადობის მოწმობები, რომ შემოვიდნენ ყოველი შემთხვევაში რამე შენობაში. ხო და ფიცის დადებაზე თავიდან ჯერ მარტო წაგიყვანენ შენ, იქ ხო ხდები, მიხვალ გეტყვიან პრივილეგიებს, გეტყვიან ამერიკის მოქალაქეობა რას გაძლევს, გეტყვიან ხმის მიცემა რო შეგიძლია, ყველაფერს გეუბნებიან, კარჩე, თუ რა პრივილეგი აქვს იმას, რომ ამერიკის მოქალაქე ხარ. რატოა მნიშვნელოვანი ეს დღე შენთვის იქ არც კი უნდა გაბედო, ხო ხდებიან, გაცინება, რაღაცა, ეხა, რო გაგიხიმოს ბედნიერებისგან, რა თქმა უნდა, მაგრამ აი, როგორც გითხარით, ხო ხდები, ყველა ადამიანი მაგას თავისებური მიზნის გამო აკეთებს, მაგრამ ყველაფერს ჩემი რჩევა და თხოვნა იქნებოდა, რომ რაც შეიძლება პატივისცემით მოეკიდოთ ყველაფერს, რაც მანდ მოხდება, იმიტომ რომ როგორც თქვენ ქართველებს გიყვართ თქვენი ქვეყანა და თქვენი სამშობლო, არანაკლებ უყვართ, ხო ხდები, ამერიკელებსაც თავისი ქვეყანა და თავისი სამშობლო, ასე რომ ჩემი თხოვნა იქნებოდა და რჩევა, რომ ყველაფერს მოეკიდოთ, რაც შეიძლება პატივისცემით, ჰიმნის დროს ფეხზე დამოდგეთ, თუ გინდათ გულზე ხელით დაიდეთ, ხო ხდები და პატივი მიაგეთ, კაროჩე, იმ ყველაფერს, რასაც ის ხალხიც ეგრე პატივისცემს და თავიანთ ქვეყანაში ისე გიღებენ, როგორც შენი, რა ფაქტიურად ეგ, როგორც შენ მათი ხო ხდები, ანუ ქვეყნის წარმომადგენელი ხარ. ხო და როდესაც ეს ყველაფერი დრო მოვა, ხო, რა თქმა უნდა, იქ ჰიმნი ჯერ თავიდან რაღაცებს გეტყვიან, რა ხდება, როგორ ხდება, რატო ხდება, აი პასპორტთან დაკავშირებით, მგზავრობასთან დაკავშირებით გეტყვიან, რომ ესეთ რჩევას მოგცემენ, მაგალითად, რომ ჯობია რომ პასპორტზე შეიტანო თანხმობა თუ მგზავრობას აპირებ, ამერიკის შიგნით შეგიძლია პირადობის მოწმობით იმგზავრო, მაგრამ აი თუ ამერიკის გარეთ დაგჭირდებათ მგზავრობა გვითხრეს, დაგჭირდებათ პასპორტიო, ხო? პასპორტზე როდესაც შეავსებ მოთხოვნას, სავარაუდოდ, კაროჩე, ერთი კვირიდან სამ კვირამდე დაჭირდებაო, კაროჩე, ეგეთ რაღაცა მითხეს, მაგრამ ზუსტად არიციან ეგ, იმიტომ რომ ერთი სუსხვა სამსახურს ემსახურება და მეორე სუსხვა სამსახურს, ხოლო პასპორტის მიღების შემდეგ უკვე თავისუფლად შეგიძლია დატოვო ქვეყანა, ხო ხდები, როგორც გინდა და რანაირადაც გინდა რა. ამ ყველაფრის მერე როდესაც აგიხსნიან როგორ უნდა იყო პასპორტი, რა პრივილეგიები აქვს ამ ამერიკის მოქალაქეობას და ყველაფერი, შემდეგ შემოდიან დამსწრე საზოგადოება იქ, ოფიცერი შემოდის კიდე ერთი რომელიც ხო ხდები რაღაცებს კითხულობს და მაგასაც გეტყვით. მაგრამ შემოდიან შენები, ოჯახის წევრები, ჩემ ვარიანტში მაგალითად დედაჩემი და მამაჩემი იყვნენ, ხო ხდები და შემოდის კიდე ერთი ოფიცერი, რომელიც კითხულობს სიტყვებს, როდესაც უნდა აწიო კარჩე მაგ მომენტში მარჯვენა ხელი და მასთან ერთად იმეორებ მაგ სიტყვებს, ხო ხდები რა? სადაც მამობ კარჩე ყველაფერს, სადაც ის ადამიანი იმეორებს და ეხლა ჩემი აზრით რავი, რეკომენდებულია რომ გულით ამოვდეს ეგ ადამიანი, როცა ის დალოცული ქვეყანა მართლა ეგეთ კარგ რაღაცებს გთავაზობს და რავი ისე გიღებს როგორც საკუთარი მოქალაქე, ხო? ჩემი აზრით ძალიან მაგარი რაღაცა არის ეგ. ხო და მე კარჩე იმეორებ მაგ ყველაფერს, შეგიძლია ამერიკის სიმნის სრულდება და შეგიძლია გულზე ხელი მიიდო, რა თქმა უნდა, როგორც გაგიხარდება ფეხზე უნდა წამოდგე აუცილებელია. ამერიკის სიმნის სრულდება, მე რაღაცას მარჯვენა ხელი გაკაწეული ეს და ფიცდებ და ამის შემდეგ, კაროჩე, აცხადებენ შენ სახელს, ყველა ადამიანი ამბანის მიხედვითაა ჩამოწერილი, რა თქმა უნდა. აცხადებენ ყველა ადამიანის სახელს, გადიან ერთი მაგარი რაღაცა კიდე რაც ძალიან მომეწონა დამოვიწყდა ეგ მეთქვა, სანამ ფიცს დადებ, ხო, ყველა ადამიანს ამბობენ რომელი ქვეყნიდან ხარ წარმომადგენელი, მაგალითად ზოგი პაკისტანიდან იყო, ჩინეთიდან, საფრანგეთი, ხო ხდები, გერმანია, იტალია და ყველა ქვეყნის წარმომადგენელი ადამიანი ვინც არის ფეხზე დგება, ხო ხდები. მაგალითად ჯორჯიას რომ ამბობენ, უნდა წამოდგე შენ როგორც ქართველი, საქართველოს წარმომადგენელი და ხო ხდები, დღეს ყველა ერთი და იგივე მიზნისთვის ვერთიანდებით და ეგეთ რაღაცებს ამბობენ რა, რაც ძალიან ისეთი სასიამოვნო იყო, ხო ხდები და აი რაღაცები შეიძლება გული აგიჩქარდეს ისეთი მომენტია, კაროჩე, რა ხო ხდები, ეპიკი, როგორც იტყვიან. ხო და მაგ მომენტში უნდა წამოდგე, მე ამერიკის სიმნის სრულდება, როგორც თქვი, ყველაფერი და ბოლოს აცხადებენ სახელებს და გვარებს და გადიხართ,
ყველა ადამიანი თითო გადიხართ, ხო ხდები ხალხი რა თქმა უნდა ტაშს უკრავს, ზოგი ვიდეოს იღებს იქით ოჯახის წევრებისგან და გაბარებენ სერტიფიკატს. ამ სერტიფიკატს იღებ და всё, ოფიციალურად ხელში გადმოგცემენ თუ არა მაგ სერტიფიკატს. ერთი რაღაცა კიდე რაც მინდოდა მეთქვა, დამოვიწყდა ეგ მეთქვა, როდესაც ფიცის დასადებ ოთახში შედიხარ, green card-ას გართმევენ. Короче, green card აღარ გჭირდება, ხვდები? всё, დებ green card-ას, ჯდები, ჰიმნი სრულდება, ფიცდებ, ყველაფერი და როდესაც გადიხარ მე სერტიფიკატის სასახებად, იღებ სერტიფიკატს, რაც არის მტკიცებულება იმის, რომ შენ ოფიციალურად ხარ ამერიკის მოქალაქე. ამის შემდეგ, როდესაც ეს ყველაფერი დამთავრდება, რავი, თუ მაინც პასპორტის აღება გინდათ ან რა თქმა უნდა, ყველას უნდა ხო, რა თქმა უნდა, პასპორტი გქონდეს. პასპორტის აღება ხდება ესე, რომ უნდა შეიტანა პასპორტზე მოთხოვნა, რასაც ჭირდება, როგორც იქ გვითხრეს, 1 კვირიდან 3 კვირამდე და შეგიძლია პასპორტის აღების მერე, რა თქმა უნდა, რაც გინდა და როგორც გინდა ისე გააკეთო რა. ოფიციალურად მაგ მომენტში უკვე ამერიკელი ხარ. სიტუაცია არის ძალიან friendly, ყველა ძალიან პატივისცემით ეკიდება, ხო ხდება ეგეთ რაღაცას, აი, საერთოდ ამერიკელები ძალიან თბილი და ძალიან გულიანი ხალხია რა. აი, საერთოდ ამერიკის შექმნის ისტორია, ხო იცით როგორ არის რა? ყველა ადამიანი სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვიდა, ხო ხდები და აი მაგ თემაში ხშირ შემთხვევაში ხოლმე ამერიკელები ძალიან გულით იღებენ ხოლმე რა, ახალ ხალხს. უხარიათ ხო ხდები რომ აი, როგორც საქართველოში რომ სხვა ქვეყნის წარმომადგენლები ჩამოდიან და საქართველოს პატივისცემით ეკიდებიან და რო უყვართ საქართველოს, შენ ხო ქსიამოვნებს ქართულს, ხო ეგრეა, იმიტომ რომ ხედავ როგორ აფასებენ შენ ქვეყანას და როგორ უყვართ ხო ხდები შენი ქვეყანა. ეგრე არიან ამერიკელებიც რა. შენ რო ჩადიხარ სხვა ქვეყანაში, ანუ ამერიკაში როცა ჩამოდიხარ და მაგ ქვეყანას, ანუ ამერიკას ისე იღებ, როგორც შენი ქვეყანა ამ ყველაფერს პატივისცემით ეკიდები და გიხარია, იმათაც ეგრე უხარიათ ხო ხდები რომ ახალი ადამიანი, ახალ ადამიანს და ახალ სიყვარულს იძენს, ასე ვთქვათ, მათი ქვეყანა რა, რომელსაც ხო ხდები, მომავალში ეგრე ეყვარება ის ქვეყანა, როგორც იმათ უყვართ. და ეგ ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი არის, ისევე როგორც მათთვის, ისევე როგორც იმ ყველასთვის, ვინც მანდ იქნებით, კაროჩე და როგორც იხარით, დიდი რჩევა და დიდი რეკომენდაცია იქნებოდა, რომ რაც შეიძლება რესპექტით და პატივისცემით მოიკიდოთ მაგ ყველაფერს, განსაკუთრებით გამოცდაზე როცა იქნებით, აი, არანაირი ზედმეტი ლაპარაკი, არანაირი ზედმეტი შეკითხვები, გკითხავს, პასუხობ. არნარი ხუმრობა, აბუჩა დაგდება, ხადაობა და რაღაცა ხო ხდები, აი, ზედმეტი იუმორი რა. რაც შეიძლება სერიოზულად, რაც შეიძლება პატივისცემით და დისციპლინით და კულტურულად, ხო ხდები? ისე რომ ადამიანს რაღაცა თულის შთაბეჭდილება არ დაუტოვო. დანარჩენი რავი, სულ ეს იყო ამიგოებო, თუ რაღაცა გაინტერესებთ მაგ თემასთან დაკავშირებით, დავლა კომენტარებში შეგიძლიათ დამიწეროთ რისით რამე კითხვა თუ გინდათ რაღაცა კონკრეტული რაღაცა თუ გაინტერესებთ, ჩემზე პირადზე პასუხს ვერ გაგცემთ, მაგრამ ზოგადად აი მაქსიმალურად ვეცდები რომ ამოუწურავი პასუხი გაგცეთ იმ შეკითხვასთან დაკავშირებით, რაც გაინტერესებთ. სულ ეს იყო, დიდი მადლობა ყურადღებისთვის. რავი, თავს გაუფრთხილდით წარმატებები და გეოლდებით შემდეგ ვიდეოში. ასევე თუ რაღაცა საკითხებთან დაკავშირებით კიდე გაინტერესებთ ვიდეოს გაკეთება, მითხარით და შევეცდები რომ ეგვიც გავითვალისწინო და გავაკეთებ ვიდეოს. და კიდე ხო ერთი რაღაცა. კარჩე, ერთი ვიდეო რაც მინდა ვიდეო გავაკეთო მეც მაგაზე რო იცოდეთ, ეგ არის ჩემი ამერიკაში ყოფნის დრო მინდა შევაჯამო ჯამში და პატარა რივიუსავით გავაკეთო რა. აი, პირველი დღიდან დღემდე ღირს თუ არა მაგ დროის გატარება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სირთულეა, როდესაც უცხო ქვეყანაში ჩამოდიხარ, ძალიან ბევრი კარგი მომენტია და ხო ხდები ყველა ადამიანმა ჩემი აზრით ინდივიდუალურად უნდა გადაწყვეტოს ეგ რაღაცა უღირს თუ არა. მაგ ვიდეოში მე ვერაფერ რაღაც სასწაულს ვერ გეტყვით, მაგრამ ჩემ გამოცდილებას გაგიზიარებთ, რაც შეიძლება დაგეხმაროთ იმაში, გადაწყვეტებაში მომავალში გიღირთ თუ არა, რომ ხო ხდები მოდი ვთქვათ ამ შემთხვევაში ამერიკაში წამოხვიდეთ ან საერთოდ ზოგადად საზღვარგარეთ წახვიდეთ. თავს გაუფრთხილდით და გეოლდებით შემდეგ ვიდეოში. Peace.